მეგობრებო, უნდა გაგიკეთოთ ახლა ესეთი თემატიკის გაშლა, რომელიც თქვენი თხოვნებიდან იყო, პაუზა თუ დასასრულიო. ეს არის თქვენი ერთ-ერთი ტოპ სამეულის ერთ-ერთი საყვარელი გაშლა, ამიტომ კარგი ხანია არ გამიკეთებია ეს თემატიკა და წავედით ახლა გავიგოთ. საერთო გაშლები ყოველთვის არ მოქმედებს, რასაკვირველია, იდენტიფიკაციას დააკვირდით ხოლმე და პირადი გაშლებისთვის მომწერეთ პირადში, გაგაცნობთ ფასებს, დეტალებს, ყველა დეტალს ასევე ჩავამატებ, რომ ერთ კითხვაზე გაშლებს მე არ ვაკეთებ, ძალიან გთხოვთ ამ თემატიკით პირადში მომწერთ ხოლმე და პოსლეზე ეგრეთ წოდებული და შემდგომ როცა მექნება საშუალება და უკაცრავად ერთი გამონაკლისი დაუშვი და მე გამიკეთე უფასოდ, ასეთი ვარიანტები ჩემთან არ მოქმედებს, გაშლა პირადი არის ყველასთვის ფასიანი, ძალიან შევდივარ თქვენ მდგომარეობაში, მაგრამ იყო რამოდენიმე ესეთი გამოცდილება ჩემი, რომლის შემდეგაც საკუთარ თავთან დავიფიცე, რომ არასდროს შემდეგზე, ასე ვთქვათ, პოსლეზე, რასაც ეძახიან, არავის არაფერს არ გავუკეთებ, რამდენი ხნის ჩემი გამომწერი და თაყვანისმცემელი და ადამიანიც არ უნდა იყოს, ვინც ხშირად აკეთებდა ჩემთან გაშლებს, ამიტომ ძალიან გთხოვთ ვერ და არ გავაკეთებ, იმიტომ რომ უკვე დაფიცებული მაქვს. ვინ ხარ თქვენ, რომ გავიგოთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, რომ მიხვდეთ, ვინ ხარ თქვენ, რა ენერგიებში ხართ ახლა? მე-14 მაღალი არკანი ამოდის აქ. ეს არის ენერგიები ემოციური ბალანსის. ეხლა ბრძანდებით ემოციურ ბალანსში, რომანტიულ ტაროზე გიკეთებთ ამჯერად ამ გაშლას. ძალიან ისეთ ცდილობთ საკუთარი ემოციური ბალანსი შეინარჩუნოთ, ცოტა გულგრილი ხართ რაღაც დეტალების მიმართ, ვიღაც ადამიანების მიმართ, შეიძლება პარტნიორულ ურთიერთობებზე იყოს აქ საუბარი, შეიძლება სამეგობრო წრეზე, ყველანაირ სიტუაციაზე, მოკლედ ძირითადი თემა და ფუძე ინფორმაციის მოირგეთ ხოლმე თქვენ თავზე, გაშლა არის ორივე სქესისთვის, რასაკვირველია ჩემი გაშლები. შესაძლებელია არ არის გამორიცხული აქ რაღაცა ისეთ მდგომარეობაში ხართ, არ ვიცი, ან დასალევად მიდიხართ, ემზადებით, ან ერთგვარი кейფის რეჟიმისთვის ემზადებით, შეიძლება თქვენი დაბადების დღე მოდის და ამ სუფრის მზადების ერთგვარი მენიუს შედგენის რეჟიმში ხართ, ასევე არ არის გამორიცხული ამ კარტით მომდის ინფორმაცია და ამასაც ვიტყვი, რომ მცირე ნაწილისთვის იქნება ეს, მაგრამ მაინც შესაძლებელია რესტორნის ფორმატში, კვების ობიექტების ფორმატში რაღაც სამუშაო რეჟიმია თქვენი და ეს არის თქვენი ყოველდღიურობა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ გოგონა რაღაცა კოქტეილს ამზადებს, ასე ვთქვათ, უფრო მარტინის გავს რაღაცა კოქტეილებით, მინარევებით, მაგრამ რაღაც ნაწილისთვის შეიძლება ასეც მუშაობდეს, რომ სამუშაო რეჟიმია თქვენი და ერთგვარად ემოციებისგან ცოტა განთავისუფლებული ხართ, არ გინდათ რაღაცნაირად დეპრესიაში ჩავარდეთ, ყოველდღიურ რუტინულ, ასე ვთქვათ, თქვენ სამუშაოს ბარში კოქტეილების მზადება იქნება, თუ იქ რაღაც გაფორმება იქნება, სამზარეულოს რეჟიმი იქნება, მომსახურების რეჟიმი იქნება, რაც არის მიმტანობა, ბარმენობა, არ ვიცი, შეიძლება დაცვაშიც ხართ, ეს არ არის გამორიცხული და თვალყურს ადევნებთ თქვენთვის სასურველ ქალბატონს, მამაკაცს, არ ვიცი, გვერდიდან არ გშორდებათ, შესაძლებელია თქვენ სამუშაო რეჟიმსაც აკონტროლებს, ასე ვთქვათ. მოკლედ, აი ესეთი ენერგიებია, წარმოდგენილი ხართ როგორც ჟეზლის პრინცი, ამ შემთხვევაში სიყვარულით და ცეცხლებით სავსე არის ჟეზლის პრინცი. ეს არის ძალიან ცეცხლოვანი პიროვნება და პერსონაჟი, შესაძლებელია თქვენი სტიქი არის ცეცხლი, ბრძანდებით ვერძი ლომი მშვილოსანი არ არის გამორიცხული, მაგრამ საერთო გაშლაში ესეც აუცილებელი არ არის, რომ ყველა იყოთ ცეცხლის სტიქია. ძალიან მოტივირებული ხართ, მშრომელი ხართ, ძალიან გიყვართ მოძრაობაში და ენერგიებში ყოფნა, რაღაცნაირი რომანტიული მდგომარეობაც გაქვთ ყველაფერ ამასთან დაკავშირებით, აქ ყვავილების თაიგულით ხელში არის ადამიანი, ან რაღაცნაირად შესაძლებელია მოქმედება თქვენი მიმართულია იქეთკენ, რომ იყოთ უფრო რომანტიული, ასე ვთქვათ, ფორმატი მიეცეს თქვენ მოქმედებას თქვენ პარტნიორთან დაკავშირებით. ხუთიან ხმალი არის აქ წარმოდგენილი კალოდის ძირში, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება კონფლიქტური სიტუაცია მოხდა თქვენსა და თქვენ პარტნიორს შორის, რამაც ასე ვთქვათ, მიგიყვანათ იმ მდგომარეობამდე, რომ
შემოვიდიგო, მიუტანოთ აიგული, მიუტანო საჩუქარი პარფიუმერიის სახით, რაღაცა მოუბოდიშო, პირველი ნაბიჯი გადავდგა ვიაქტიურო, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა და ეს მდგომარეობა კონფლიქტური არ გაიწელოს, არ გადაიწელოს და არ დასრულდეს კრახით. და ასე ვთქვათ, უკვე დროა თქვენი მოქმედების, ამიტომ ჟეზლებში ხართ, აქტიურობაში ხართ, ენერგიები გაქვთ ისეთი, რომ აი უნდა იმოქმედოთ, თქვენზე არის დამოკიდებული ეს მოქმედების მდგომარეობა. ასევე შესაძლებელია იყოს სიტუაცია ისეთი 50-50-ზე ვინაიდან საერთო გაშლა გვაქვს არ გამოვრიცხავ ამ სიტუაციასაც რომ კონფლიქტური სიტუაცია კი გქონდათ თქვენ პარტნიორთან დამოკიდებულებაში, მაგრამ ცდილობთ ემოციურ ბალანსის შენარჩუნებას მე-14 მაღალი არკანით, რაღაცნაირ სიმშვიდეში, სიწყნარეში, ყოველდღიურ რუტინაში გადართობას, შესაძლებელი არ არის გამორიცხული ეს პატარა დამატებით რაღაცა სასმელის რეჟიმსაც საღამოობით, ასე ვთქვათ, გუნება განწყობის გამოკეთებისთვის იმატებთ ბონუსად ემოციური ბალანსისთვის და ელოდებით თქვენ კარიბჭესთან, თქვენ კარებთან, აი ესეთ თქვენ ჟეზლის პრინც, რომელიც უნდა მოვიდეს და შემოგირიგოთ, იმიტომ რომ დამნაშავეა თქვენი აზრით. ასეც იქნება, მოკლედ 50-50-ზე წავედით ახლა თუ ატყობთ რომ თქვენზე არის ეს გაშლა, ლაიკები არ დაგეზაროთ ენერგოცვლისთვის აუცილებელია და ასევე დაურთავ ჩემ ინსტაგრამის გვერდს, პირადი გვერდია, ვისაც ხშირი მოწერა მაქვს ხოლმე ინსტაგრამ, ფეისბუქის პირად გვერდებზე რომ გამომიწერონ, ამიტომ ინსტაგრამის გვერდს დაურთავ და ვისაც სურვილი გექნებათ გამომიწერეთ ინსტაგრამზე, დამემატეთ გამომწერებში. კი ბატონო, ჩემი ყოველდღიურობა თუ დაგაინტერესებთ, მოხარული ვიქნები, ძალიან შემოემატოთ ჩემ გამომწერების სიას. მოკლედ, პაუზა თუ დასასრული თქვენ ურთიერთობაში, პირდაპირ გადავდივარ ამჯერად ამ სიტუაციაზე. 4-1000 ამოდის 5 პენტაკლი, მე-16 მაღალი არკანი კოშკი. მოკლედ, კოშკის ნუ შეგეშინდებათ ეს ვინაიდან გრევის სიტუაცია, ეს არის გრევა რაც გარდაუვალი იყო, აი ეს კონფლიქტური სიტუაცია დაჯდა ზუსტად 5 ხმალზე, კონფლიქტური სიტუაცია რაც გარდაუვალი იყო თქვენ მსოფლმხედველობაში, თქვენ პარტნიორებს გულისხმობ და ვერ ეწყობოდით რაღაცა შეუთანხმებლობა გქონდათ, არა საფუძვლიანი და არა მყარი ურთიერთობა იყო რაღაც ნაწილისთვის, ეს ყველაფერი უნდა დანგრეულიყო, აი ეს კონფლიქტური სიტუაცია უნდა მომხდარიყო, თქვენ მოგწონთ ეს, არ მოგწონთ გეგმაში გქონდა თუ არ გქონდათ, ვინაიდან ეს არის მაღალი არკანი და ეს არის საბედისწერო, ასე ვთქვათ, ერთგვარად გამოსაფხიზლებელი, მოდი ესე დავარქმევდი მდგომარეობა, რომ მიხვედრილიყავით თქვენი მხრიდან, თქვენი პარტნიორი თავის მხრივ, რომ ასე ვერ გაგრძელდება, ასე ვერ გადავა სხვა ეტაპზე ურთიერთობა ამ ფორმატით, აი ესეთი უსაფუძვლო, რაღაცნაირ შეიძლება გულგრილ მდგომარეობაში ერთმანეთის მიმართ, ერთმანეთის პასუხისგებლობის არაღების სურვილი, ერთმანეთის ნათქვამის არ გააზრების და არ მიღების სურვილი. 4-1000 არის აქ და 5 პენტაკლი, როგორც გითხარით, ეს არის მონატრების რეჟიმი, რომელიც გამოიწო აქ ამ კონფლიქტური პაუზიდან გამომდინარე, ასე დავარქმევ, ამ შემთხვევაში პაუზას გულისხმობ და მიგიყვანათ იმ მდგომარეობამდე, რომ შესაძლებელია ერთმანეთის ენერგეტიკის ნაკლებობას განიცდით, მონატრებას განიცდით, სურვილი გაქვთ, რომ ეს ადამიანი უფრო ახლოს იყოს და თავის ემოციურ ფონს ამჟღავნებდეს, მაგრამ აი ამ კონფლიქტური სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ჩამოყალიბება, ეს მიდგომა, ეს გააზრება, რომ გჭირდება ეს პარტნიორი თუ მის გარეშეც კარგად გააგრძელებ ცხოვრების სეულ შენ პირად გზას, შენი ცხოვრების გზას, ასე ვთქვათ, საჭირო იყო, ასე ვთქვათ, ამ სიტუაციაში ეს მდგომარეობა. პაუზას ვიტყოდი მე, იმიტომ რომ აქ არის 2-1000 ეს არის გულწრფელი ემოციური ფონი, რომელიც ორივე პარტნიორის მხრიდან არის. ჩემი ენერგეტიკული გაგებით ეს არის რაღაცნაირი რამდენხნიანი პაუზა გეტყვით ახლავე და კვირდები ძალიან კარგ ვარიანტში შეიძლება იყოს 6 საათი 6 დღის განმავლობაში პაუზა თქვენ ურთიერთობაში, ასევე არ არის გამორიცხული მოდი ესე საშუალოდ 6 კვირა, ძალიან ცუდ ვარიანტში შესაძლებელია 6 თვემდეც კი გასტანოს, თუმცა ეს არის ძალიან მიზერული პროცენტი იმ ადამიანებისთვის, რომ 6 თვემდე გასტანოს, ეს არის მაქსიმუმი, ალბათ მე ვიტყოდი 6 კვირის განმავლობაში პაუზა თქვენ ურთიერთობაში, სადაც დიალოგი და შეხვედრა პაემანი, ასე ვთქვათ, შედგება თქვენ ურთიერთობაში, ეს ადამიანი გაკვირდება სოციალურ ქსელებში,
გულწრფელი და ემოციური ფონი არის ერთგვარად ორივე მხრიდან სიყვარულის, ასე რომ მიიღეთ.